პატივცემულო ელჩებო, ქალბატონებო და ბატონებო, პატივცემულო კოლეგებო. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია დღეს საქართველოს პარლამენტის სახელით მივესალმოთ მსოფლიო პატრიარქს ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, რომელსაც საქართველოს უწმინდესისა და უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება ხდია. მე მინდა სრულიად საქართველოს სახელით, თითეული ჩვენგანის სახელით ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო მის ყოვლად უწმინდესობას, ასევე ყველა იმ სტუმარს, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება, გულისხმიერება და პატივისცემა გამოხატა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიმართ, განსაკუთრებული სითბო გამოხატა ქართველი ხალხის მიმართ და ჩამოგზავნდა ჩვენთან ერთად ამ დღეების აღსანიშნავად. ჩვენ ქართველებს ძალიან გაგვიმართლა, რომ საქართველოსათვის ძალიან რთულ პერიოდში, ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პერიოდში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის პოლიტიკური ბრძოლის პერიოდში ჩვენ გვყავს ისეთი პატრიარქი, როგორიც არის მისი უწმინდესობა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. ქართველებს ყოველთვის ჯეროდათ და სწამდათ ღმერთის და ყოველთვის მართლმორწმუნენი იყვნენ. ის რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა სრულიად ახლებურად ცხოვრობს ისე, ან ცდილობს რომ იცხოვროს ისე, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანს შეშვენის. ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია და უპირველეს ყოვლისა ჩვენი პატრიარქის დამსახურება გახლავთ. საქართველოსათვის და ნებისმიერი ქვეყნისათვის მნიშვნელოვან ეტაპზე ქვეყნის განვითარების ყოველთვის ჰქონდა, აქვს და ექნება უდიდესი მნიშვნელობა ერის და ბერის ერთიანობას. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენი ხელისუფლების მუხჩა ოხრელი შრომის და ჯაფის და ძალისხმევის შედეგად, ჩვენი სარწმუნოების და სამღვდელოების ლოცვა-კურთხევის დახმარებით ჩვენ შევძლებთ ჩვენი ხალხის, საქართველოს თითეული მოქალაქის სანუკვარი ოცნების ასრულებას, ქვეყნის გამთლიანებას, ქვეყნის გაერთიანებას, ქვეყნის მართლაც აყვავებას და შევძლებთ, რომ მქონდეს ისეთი ქვეყანა, როგორიც ჩვენ საქართველოს და ჩვენ ხალხს ეკადრება. განვითარებული, ერთიანი, დემოკრატიული, სამართლიანი, მე ამაში აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული და ღმერთმაც ქნას, რომ ეს ძალიან მალე მოხდეს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა პატივცემულ სტუმრებს, მის უწმინდესობას ამ შესაძლებლობისათვის, რომ გვემასპინძლა მათთვის. დიდი მადლობა ყველა სტუმარს, რომელიც ჩვენთან არის და მე ძალიან დიდი სიამოვნებით გადავცემ სიტყვას მის ყოვლად უწმინდესობას. თქვენ უაღმატებულებავ პარლამენტის თავმჯდომარე, უნეტარესო და უსაყვარლესო მთავარ ეპისკოპოსო, მცხეთა თბილისისა და კათოლიკოს პატრიარქო სრულიად საქართველოისა ილია. უნეტარესნო და უპატიოსნესო მოძმე მართლმადიდებელი ეკლესიების საჭეთ პრობელნო, წმინდანო ძმანო გდელ თავარნო, ყოვლად პატივცემულო და მორწმუნე ხელისუფლების წარმომადგენლებო, პატივცემულო თანა მოსაყდენო. მიღებამ, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ გაგვიმართა, დიდი სიხარული მიენიჭა თითოეულ ჩვენგანს. ცხადია ვხარობთ იმით, რომ ამ ქმედებით აშკარად ჩანს საქართველოს პარლამენტის წევრთა პატივისცემა და სიყვარული მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ. ეკლესიისა, რომელმაც ამდენი სიკეთე მოუტანა ქართულ ხალხს და თითქმის 17 საუკუნის განმავლობაში მისი ძლიერების და სულიერი შთაგონების წყაროს წარმოადგენს. ქალბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, თქვენი სახით აქ საქართველოს მთელი პოლიტიკური სპექტრია წარმოდგენილი. საპატრიარქოს უდაუჭირდება ასეთი მხარდაჭერა და საერთაშორისო აღიარება, რათა თავისი მრავალსაუკუნოვანი მისიის შესრულება შეძლოს. საქართველოს ისტორიას უმწყინვალესი ქალები ამშვენებენ, ისინი იღწვებდნენ თავიანთი ხალხისთვის და თავს არ ზოგავდნენ ეროვნული სარწმუნოებრივი და პოლიტიკური თვითმყოფადობის დასაცავად. ამ ქალბატონთაგან ზოგიერთის სახელი სამარაჯამოდ აღიბეჭდა როგორც საქართველოს, ასევე ბიზანტიის ისტორიის ფურცლებზე. ქალბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, გულისხმიერება და პატივი, რაც თქვენ და პირადად თქვენი სახით საქართველოს პარლამენტმა გამოიჩინა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიმართ, ტრადიციის გაგრძელების ადასტურებაა. მრავალსაუკუნოვანი სულიერი ურთიერთობა, რომელიც ქართულ ხალხს მსოფლიოს საპატრიარქოსთან აკავშირებს, ისევ ძალაშია. მადლობას მოგახსენებთ მიღებისათვის, მზრუნველობისათვის პირადად თქვენ და საქართველოს პარლამენტის ყოველ წევრს. გისურვებთ, რომ საქართველოს მფარველმა და განმანათლებელმა წმინდა მოციქულთა სწორმა ნინომ, რომლის სახელსაც თქვენ ატარებთ, ხელი მოგიმართოთ მეტად საპასუხისმგებლო საქმეში, რათა თქვენი მოღვაწეობა სასარგებლო აღმოჩნდეს ხალხის აკეთილდღეოდ და მშვიდობის დასაფარებლად.